6 სექტემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი და რუსეთი, როგორც ჩანს, ბნელ ჩინეთს შეუერთდნენ. საინტერესო რომ ეს განცხადება ამ კადრებს მოყვა, სადაც სამი უდიდესი ქვეყნის, ჩინეთის, ინდოეთისა და რუსეთის ლიდერები სიამოვნებით ურთიერთობენ ერთმანეთთან ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ისტორიულ სამიტზე. ჯამში ამ სამიტს 20-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი ესწრებოდა, მაგრამ მსოფლიო ყურადღება პატარა დეტალებმა მიიქციეს, როგორიც ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელჩაკიდებული სიარულია. ისინი პირდაპირ მიემართებიან ჩინეთის პრეზიდენტისაკენ, ხელს ართმევენ ერთმანეთს, ქმნიან მჭიდრო წრეს და ღიმილით აგრძელებენ საუბარს. ამის შემდეგ მოდი X-ზე, ყოფილ Twitter-ზე წერს. ყოველთვის სასიამოვნოა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. პუტინი კი მოდის ძვირფას მეგობარს უწოდებს. ამასთან ერთად, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამიტის გახსნაზე განაცხადა, რომ ჩინეთი ყოველთვის საერთაშორისო სამართლიანობას უჭერს მხარს, ხელს უწყობს ინკლუზიურობას და ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმსა და ძალაუფლების პოლიტიკას. ბევრმა კი ეს შეერთებულ შტატებზე შეფარულ კრიტიკად აღიქვა. მაგრამ რამდენად ნიშნავს ეს სიმბოლური ჟესტები თუ პოლიტიკური მესიჯები გლობალურ ძალთა ბალანსის ცვლილებას? შემოწმე ხარ თუ არა ჩემი გამომწერი და დავიწყოთ. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. რა არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია? მისი მისია არც ისე გამოკვეთილია. ის თავდაპირველად შანხაის ხუთეულის სახელით ჩამოყალიბდა 1996 წელს, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის დაშლამ ჩინეთს ერთდროულად 4 ახალი მეზობელი შესძინა: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი. შანხაის ხუთეული თავდაპირველად კონცენტრირებული იყო პოსტსაბჭოთა საზღვრების დემილიტარიზაციაზე და ფაქტობრივად ჩინეთის ხელმძღვანელობით მოქმედებდა. 2001 წელს ამ ხუთეულს უზბეკეთიც შეემატა, რის შემდეგაც ალიანსს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ეწოდა. 2002 წელს ორგანიზაციამ შექმნა ანტიტერორისტული ერთეული, რომელსაც ეწოდა რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურა, რომლის მიზანიც ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს დანაყოფი შეიქმნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისა და ავღანეთის ომის შემდეგ სამომავლო ტერაქტებთან ბრძოლისათვის. მიუხედავად წევრობისა, 2000-იან 2010-იან წლებში რუსეთი დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებოდა ამ ორგანიზაციას, რადგან ბევრი მას ჩინეთის გავლენის გაძლიერების საშუალებად მიიჩნევდა ცენტრალურ აზიაში და შესაბამისად დსთ-ს ალტერნატივადაც. თუმცა დღეს რუსეთი ამ სტრუქტურის მხარდამჭერია, რადგან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია აღიქმება არამხოლოდ როგორც ჩინეთის გავლენის ინსტრუმენტად, არამედ როგორც ერთობლივ პლატფორმად ამერიკული გავლენების დასაბალანსებლად. 2017 წელს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას ინდოეთი და პაკისტანით შეუერთდნენ როგორც სრულფასოვანი ხმის უფლების მქონე ქვეყნები. 2003 წელს ირანი, ხოლო 2024 წელს ბელარუსი. დღეს ეს გაერთიანება თავისი 10 წევრით ერთ-ერთ უდიდეს რეგიონულ ორგანიზაციას წარმოადგენს გეოგრაფიის თვალსაზრისით, რომელიც მსოფლიოს ტერიტორიის დაახლოებით 24% და მოსახლეობის 42% მოიცავს. 2024 წლისათვის მისი ერთობლივი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა მსოფლიოს მთლიანი მაჩვენებლის 23%-ს, რაც აღემატება ევროკავშირის 17.5%-იან მაჩვენებელს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია წარმოადგენს ერთმანეთისაგან განსხვავებული ელემენტების ნაზავს. ისევ ფუნქციონირებს მისი ანტიტერორისტული სტრუქტურა, თუმცა მცირე ძალისხმევით, არსებობს ასევე მისი საბანკო კონსორციუმიც, რომელიც ეკონომიკურ კავშირებს უწყობს ხელს. ასევე შეიქმნა სტუდენტური გასვლითი პროგრამა, რომელშიც 54 უნივერსიტეტია გაერთიანებული წევრი ქვეყნებიდან. ამის მიუხედავად, დღეს ეს გაერთიანება უფრო დიალოგის პლატფორმა, ვიდრე თუნდაც BRICS-ის მსგავსი ორგანიზაცია, რომლის გაცხადებული მიზანიც დასავლური სისტემის დაბალანსებაა, თუნდაც დედოლარიზაციის მიმართულებით. BRICS-ზე არ გამოტოვოთ ეს დეტალური ვიდეო, რომელიც აღწერაში გელოდებათ. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტები იშვიათად თუ იქცევდა საერთაშორისო მედიისაგან დიდ ყურადღებას. მაგრამ წლევანდელი სამიტი განსხვავებული აღმოჩნდა და აი რატომ. თუ ვიდეოს ჯერ კიდევ უყურებ, ესე იგი გეოპოლიტიკა და ფაქტებზე დაფუძნებული ანალიტიკა გაინტერესებს. ამიტომ გამოიწერე არხი და შემოუერთდი ჩვენს 10,000-ზე მეტ მაყურებელს. 2025 წლის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მნიშვნელოვანი სიმბოლოებით გამოირჩეოდა, რაც მიმდინარე ცვლილებებზე მიანიშნებდა გლობალურ უსაფრთხოებაში.
განსაკუთრებით საინტერესოა ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები, რამაც ბოლო პერიოდში ახალი დინამიკა შეიძინა. გავიხსენოთ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა 2019 წელს ტეხასის შტატში, ჰიუსტონში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდისთვის გაიმართა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიღება, რაც კი შეერთებულ შტატებში ოდესმე უცხოელი ლიდერისათვის ყოფილა. 50,000-ზე მეტმა ადამიანმა მთელი სტადიონი გადაავსო ინდური კულტურის აღსანიშნავად და პრემიერ მოდისთან და პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად. ამ ღონისძიებას კი ჰაუდი მოდის, ანუ გამარჯობა მოდის სახელით იცნობენ. მომდევნო წელს ტრამპის საპასუხო ვიზიტით ინდოეთში გაემგზავრა ნამასტე ტრამპის ღონისძიებაზე, სადაც კიდევ უფრო მეტი ხალხი შეიკრიბა. ეს უმაღლესი დონის დიპლომატიური ვიზიტები კი ხაზს უსვამდა ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესებზე ორივე ქვეყნის მხრიდან. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეკონომიკური მიმართულებით. ინდოეთში ბოლო პერიოდში წარმოებისა და ექსპორტის ბუმია. ინდოეთის ამბიციაა გადაიქცეს მსოფლიო წარმოების განუყოფელ ნაწილად. შეერთებული შტატები კი ინდოეთის პროდუქციისა და სერვისების ყველაზე მსხვილი მყიდველია. როგორც ამ გრაფზე ხედავთ, ინდოეთის ექსპორტი შეერთებულ შტატებში ბოლო 10 წლის მანძილზე გაორმაგებულია. ამავდროულად, ინდოეთიც მნიშვნელოვანი პარტნიორია შეერთებული შტატებისათვის და არა მხოლოდ მისი ბირთვული მარაგების ან ეკონომიკური პოტენციალის გამო, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით. ინდოეთი და შეერთებული შტატები იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად არიან 4-მხრივი უსაფრთხოების დიალოგის წევრები, რომელსაც ხშირად ქვადის სახელით მოიხსენიებენ. ეს ალიანსი 2007 წელს შეიქმნა, რათა 2004 წლის ინდოეთის ოკეანეში მომხდარ დამანგრეველ ცუნამის მსგავს კატაკლიზმებთან ერთობლივად ებრძოლათ მომავალში. თუმცა ამას მოყვა ერთობლივი ბალაგარის სამხედრო საზღვაო წვრთნები, რის შემდეგაც ამ ორგანიზაციის მიზნად ბევრი ჩინეთის მზარდი გავლენების დაბალანსებას მიიჩნევდა ინდოეთისა და წყნარი ოკეანის არეალში. ჩინეთთან მიმართებით დიპლომატიური გაურკვევლობის ფონზე 2008 წელს ავსტრალია გამოიყო ამ შეთანხმებას, თუმცა 2017 წელს ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას ავსტრალია ისევ შეუერთდა ამ გაერთიანებას. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადისას მიღწეული ეს პროგრესი კი მისი მეორე ვადისას კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ინდოეთი გახდა ტრამპის ტარიფების სამიზნე და შეერთებული შტატების ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ. ტრამპის ადმინისტრაციამ ინდურ პროდუქციაზე 50%-იანი ტარიფები დააწესა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რიცხვია ისტორიაში. ეს ტარიფები კი შედგება ორი დამაზარალებელი ნაწილისაგან. პირველი არის 25%-იანი რეციპროკული, ანუ შებრუნებული ტარიფები, რაც ტრამპმა დააწესა ქვეყნებთან სავაჭრო დეფიციტის საფუძველზე. Reciprocal, that means they do it to us and we do it to them. სავაჭრო დეფიციტი გულისხმობს სხვაობას კონკრეტულ ქვეყანასთან იმპორტსა და ექსპორტს შორის. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უფრო მეტ პროდუქტს ყიდულობს ინდოეთისაგან, ვიდრე პირიქით. ეს ტარიფები მნიშვნელოვნად დააზარალებს ინდური ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა საექსპორტო საქონლის წარმოებას, რადგან ტარიფები თავის მხრივ აზვირებს ექსპორტიორებისათვის ინდური საქონლის ამერიკის ბაზარზე შეტანას. ამის შედეგად კი ინდური საქონელი ნაკლებად მიმზიდველი ხდება და კომპანიები ალტერნატივის ძებნას იწყებენ. დეტალებს იმაზე თუ კონკრეტულად როგორ მუშაობს ტრამპის ტარიფები ამ ვიდეოდან გაიგებთ და არ გამოტოვოთ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნახევარია. მეორე ნახევარი, დამატებითი 25% არის სადამსჯელო ტარიფები რუსეთის ნავთობის შეძენისათვის, რომელიც ინდოეთს სულ ახლახანს 27 აგვისტოს დაუწესდა. 8 სექტემბერს ინდოეთის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ანანთა ნაგესვარანმა განაცხადა, რომ ამ ტარიფებს ხანგრძლივობის მიხედვით ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 9% შემცირება შეუძლია წელიწადში. ეს კი ნიშნავს მილიარდობით დაკარგულ დოლარს, რაც შეიძლება მთელი წლის სოფლის მეურნეობის ან მცირე სექტორის წარმოების ტოლფასი გახდეს. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დასაჩქარებლად ტრამპმა ინდოეთს ტარიფები გაუორმაგა, რათა რუსეთისათვის შეემცირებინა ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომელთაც კრემლი უკვე 3 წელია აფინანსებს უკრაინაში ომს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად რუსეთი მაინც ახერხებს ნავთობ პროდუქტების გაყიდვას და თუ როგორ დეტალებს ამ ვიდეოდან გაიგებთ. 2025 წლის პირველი მეოთხედის მონაცემების მიხედვით რუსეთის ნავთობისა და კონდენსატის ყველაზე დიდი მყიდველები ჩინეთი და ინდოეთი არიან. ამიტომ ტრამპი ინდოეთზე ტარიფების გაორმაგებას უკრაინაში ომის დასრულებისაკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს პუტინთან ალასკაში გამართული სამიტის შემდეგ.
That cost hundreds of billions of dollars to Russia. You call that no action? And I haven't done phase 2 yet or phase 3. მაგრამ საინტერესოა, რატომ უწესებს ტრამპი ტარიფებს რუსეთის ნავთობის მეორე უმსხვილეს მყიდველ ინდოეთს და არა პირველ მყიდველ ჩინეთს? შეერთებული შტატები ბევრად უფრო დამოკიდებულია ჩინეთთან ვაჭრობაზე ვიდრე ინდოეთზე. თუ ჩინეთი 2024 წლის მონაცემებით ამერიკის სიდიდით მეორე საიმპორტო პარტნიორია, ინდოეთი მხოლოდ მე-9 ადგილს იკავებს. ექსპორტის მიმართულებითაც ჩინეთი ამერიკის მე-3, ხოლო ინდოეთი მე-12 პარტნიორია. ამასთან ერთად, ჩინეთის ეკონომიკური და დიპლომატიური ქსელი ბევრად უფრო მსხვილი და კომპლექსურია იმისათვის, რომ ამერიკის ტარიფებმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე მოახდინოს გავლენა. მაგალითად, როცა ტრამპმა ჩინეთს 34%-იანი რეციპროკული საბაჟო გადასახადი დაუწესა, ჩინეთმაც იგივე ტარიფით უპასუხა. ხოლო როცა ტრამპმა ჩინურ საქონელზე 155%-იანი საბაჟო გადასახადი დაანონსა, ჩინეთმაც 84%-ზე აწია ტარიფები ამერიკულ საქონელზე, რაც შემდეგ 125%-მდე გაიზარდა. სავაჭრო ომის ესკალაციის შემდეგ კი მხარეები 10 ოქტომბრამდე დაზავდნენ. შეერთებულმა შტატებმა ტარიფები ჩინურ იმპორტზე 30%-ზე ჩამოიყვანა, ხოლო ჩინეთმა ამერიკულ იმპორტზე 10%-ზე. თუმცა ამ შეთანხმებას მალე ეწურება ვადა და ვადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას. ჩინეთს არ აშინებს ტარიფების ომი. ის აგრძელებს თავისი ძალისა და გავლენის გაფართოებას. ინდოეთი კი უფრო მეტად მოწყვლადია ამერიკის ტარიფებისადმი, თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ტრამპის ტარიფებს ინდოეთსა და რუსეთს შორის განხეთქილება არ გამოუწვევია. პირიქით, ეს სურათი მივიღეთ. ეს კი გვაფიქრებს, რეალურად რამდენად ეფექტიანია ინდოეთზე ზეწოლა საბაჟო გადასახადის გზით რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების წასახალისებლად. ამაზე თქვენი აზრი კომენტარებში გამიზიარეთ. ვიდეოს ბოლოს მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. თქვენ კი თუ გეოპოლიტიკა გაინტერესებთ და არხი ჯერ არ გამოგიწერიათ, გეტყვით, რომ ცნობისთვის არის დამოუკიდებელი ინიციატივა სპონსორის გარეშე და განვითარებაში მხოლოდ თქვენი თანადგომა გვეხმარება. ამიტომ შემოუერთდით ჩვენს ათასობით მაყურებელს. უფრო მრავალფეროვანი კონტენტისთვის გამომყევით Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. მე კი ამ ვიდეოში შეგხვდებით, სადაც ამერიკის ტარიფებზე უფრო დეტალებში ვისაუბრებ.